მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ამ ვიდეოების სერიაში, იმიტომ რომ არაერთი იქნება, ვისაუბრებ მაქსიმალურად ობიექტურად დაწვრილებით, მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით, თუ რა მოხდა 2001 წლის 11 სექტემბერს, როდესაც ცნობილი ტერორისტული აქტები განხორციელდა ნიუ-იორკში და არა მარტო. დავიწყოთ. მოკლედ, მეგობრებო, 8 მილიონზე მეტი მოსახლით ნიუ-იორკი აშშ უდიდესი ქალაქია, როგორც მოგეხსენებათ, ლოს-ანჯელესის და ჩიკაგოს ზე დიდი. 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტული აქტები, რომელიც ასევე ცნობილი როგორც 9/11 არა მხოლოდ ამ ცნობილ ქალაქში მცხოვრებში, არამედ მთელ მსოფლიოში გამოიწვია შოკი. პირდაპირ ეთერში ვუყურებდი მე ამ ამბავს, მაშინ ირლანდიაში ვცხოვრობდი, მეგობრებო და პირდაპირ ეთერში ვუყურებდი ამ ამბავს და რა თქმა უნდა შოკი იყო. პრეზიდენტ კენედის მკვლელობასთან და იაპონიის თავდასხმასთან პერლ-ჰარბორზე ერთად ეს მოვლენები აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს წარმოადგენს. სამივე მოვლენა აშშ-ის მოსახლეობა ღრმად შეაშინა და შოკირებული დატოვა და თითოეულ შემთხვევაში პრეზიდენტმა ქვეყანა ომში შეიყვანა. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. 1941 წელს პრეზიდენტმა რუზველტმა პერლ-ჰარბორის შოკი გამოიყენა, რათა აშშ-ის მოსახლეობა გერმანიას და იაპონიასთან ომში ჩაეთრია. იმ დროს აშშ-ის მოსახლეობას არ ესმოდა, რომ პრეზიდენტ რუზველტმა და მის უახლოეს თანამოაზრეებმა იაპონიის თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდნენ, ხალხო. დღეს უკვე ყველაფერი ვიცით. თქვენც იცით. პრეზიდენტ კენედის მკვლელობის შემდეგ პრეზიდენტმა ჯონსონმა ვიეტნამის ომში ჩაბმა გადაწყვიტა. მოგეხსენებათ, კენედი ვიეტნამში 20,000-იანი, ესე ვთქვათ, შეერაღებული არმია ყავდა, ჯარი ყავდა მაშინ აშშ-ის ვიეტნამში და მან გამოსცა ბრძანება, კენედიმ გამოსცა ბრძანება, რომ გამოეყვანათ ეს ჯარი ამერიკელები ვიეტნამიდან და მოკლეს შემდეგ და ჯონსონმა მაშინვე ჩააბა პირიქით იმის მაგერად, რომ აღესრულებინა პრეზიდენტ კენედის ბრძანება, გააუქმა იგი და პირიქით დაამატა კიდევ შეერაღებული ძალების კონტინგენტი ვიეტნამში. აშშ-ის მოსახლეობას მაშინ არ ესმოდა, რომ 64 წლის 4 აგვისტოს ეგრეთ წოდებული ტონკინის ყურეში USS Maddox-ზე თავდასხმა არ მომხდარა და სუფთა გამოგონება იყო. მოგეხსენებათ, ამას დაწვრილებით ვისაუბრეთ, რომ ტონკინის ყურეში, როგორც ომი დაწყების კაზუს ბელი იყო ის, რომ თითქოს ვიეტნამის შეერაღებული ძალები დაესხნენ თავს USS Maddox, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გემს და ამის გამო ამერიკის შეერთებული შტატებმა 4 აგვისტოს, თუ არ ვცდები 4 აგვისტო იყო, ხო, სწორედ მახსოვს. ომი გამოუცხადა ვიეტნამს, ჩრდილო ვიეტნამს. სინამდვილეში ასეთი თავდასხმა უბრალოდ ბუნებაში არ მომხდარა, მოიგონეს. აი, როგორი მარტივია ადამიანის მანიპულირება. არა მარტო მე-20, არამედ 21 საუკუნეშიც. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მიღების აბსოლუტურად უნიკალური შესაძლებლობები გვაქვს, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში არასდროს ყოფილა, ადამიანთა მოტყუება არასდროს ყოფილა ასევე უფრო ადვილი ვიდრე ახლა. რატომ? იმიტომ რომ ხალხს არ აინტერესებს სიმართლე, არ აინტერესებს ობიექტურობა, ხალხს აინტერესებს იყოს ბედნიერი, ცოტა ხანი ემოციებში, ტყუილში იყოს ბედნიერი. არა, მთავარია ბედნიერება და სიმართლე იქნება თუ ტყუილი, არა აქვს მნიშვნელობა. ასევე 9/11-ის შემდეგ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, რომელსაც თანამდებობა მხოლოდ 8 თვით ადრე 2001 წლის იანვარში დაიკავა, გამოაცხადა, რომ ტერორის წინააღმდეგ ომი და 2001 წელს ავღანეთს, ხოლო 2003 წელს ერაყს დაესხა თავს. პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ერაყს კავშირი ჰქონდა 9/11-ის ტერორისტულ აქტებთან და რომ მას მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა, რაც ორივე მტკიცება, მეგობრებო, სიცრუე აღმოჩნდა. მოგვატყუეს კიდევ ერთხელ. ახალი პერლ-ჰარბორი. 9/11-მდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა ისტორიაში, რომელიც დაახლოებით 3,000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენიდან წლები გავიდა, ჯერ კიდევ უცნობია რა მოხდა რეალურად. ანუ არსებობს 3 ვერსია რა. მეგობრებო, 3 ვერსია, 3-ვე აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ჩვენ ვნახავთ ფაქტებს და თქვენთან არჩიეთ ამ 3 ვერსიიდან რომელია ფაქტების შესაბამისი.
ესე იგი, პირველი ვერსია, რომელიც ოფიციალურია და რომელსაც მხარს უჭერდა პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, ამბობს, რომ თავდასხმები არაბი მუსლიმებისგან ალ-ქაიდას ტერორისტული ქსელიდან მომდინარეობდა და რომ აშშ-ის მთავრობა ამ მოვლენას სრულად მოულოდნელად და შეხვდა. ეგრეთ წოდებული სიურპრიზის ვერსია. მეორე ვერსია ამტკიცებს, რომ თავდასხმები მართლაც მუსლიმო ექსტრემისტებმა განახორციელეს, მაგრამ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას ისევე როგორც 51 წლის პერლ-ჰარბორის შემთხვევაში წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია მოახლოებული საფრთხის შესახებ და შეგნებულად როგორც პერლ-ჰარბორში დაუშვა მისი განხორციელება, რათა ამერიკის მოსახლეობა შოკორ მდგომარეობაში ჩაეგდო და ამას უწოდებენ ეგრეთ წოდებული მიზანმიმართულ დაშვების ვერსიას. და არსებობს მესამე ვერსიაც. ამ ვერსიის თანახმად 9/11 იყო ყალბი დროშის ოპერაცია, ანუ false flag-ი, რომელიც აშშ-ის სადაზვერო უწყებების შიგნით მოქმედა კრიმინალურმა ჯგუფებმა დაგეგმეს, რათა ტყუილ უბრალოდ მუსლიმები დაიდანაშაულებინათ და ამ გზით გაემართლებინათ ომი ახლო აღმოსავლეთში. ეგრეთ წოდებული მიზანმიმართული ორგანიზების ვერსია ქვია ამას. ამ თავში ჩვენ 9/11 ირგვლივ არსებულ ბევრ პასუხისმგებლობ კითხვას, მათ შორის აშშ-ის საჰაერო ძალების უუნარობის თავდასხმების აღკვეთა, საფონდო ბირჟაზე განხორციელებულ საეჭვო-სავაჭრო ოპერაციებს და მეშვიდე ეგრეთ წოდებული სავაჭრო ცენტრის მეშვიდე შენობის კოლაფსს მიმოიხილავთ, ციხესიმაგრე დავარქვათ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალში ისტორიული კვლევები კიდევ უფრო მეტ სიმართლეს გამოაჩენს. რა ვიცით? 2000 წლის სექტემბერში, ტერაქტამდე 1 წლით ადრე, ნეოკონსერვატიულმა ანალიტიკურმა ჯგუფმა სახელად Project for a New American Century, რომელსაც პნაკი ქვია, გამოაქვეყნა სტრატეგიული დოკუმენტი სახელწოდებით ამერიკის თავდაცვის აღდგენა. ამ ანგარიში ავტორები ამტკიცებდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-ს უნდა ეცადა თავისი გლობალური ლიდერობის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაეფართოებინა თავისი იმპერიული ძალაუფლება. ვციტირებ, ამერიკამ უნდა შეინარჩუნოს და გააძლიეროს თავისი გლობალური ლიდერობა აშშ-ის სამხედრო ძალების უპირატესობის განმტკიცებით. ავტორები მიუთითებდნენ, რომ საჭიროა მასშტაბური სამხედრო ხარჯების ზრდა და თანამედროვე იარაღის შეძენა, რათა აშშ-ის ერთდროულად რამდენიმე ომის წარმოება შეეძლოს სხვადასხვა ქვეყანაში. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, ტრანსფორმაციის პროცესი, როგორც ჩანს, დროში გაწელილი იქნება. თუ არ მოხდება კატასტროფული და გარდამტეხი მოვლენა ახალი პერლ-ჰარბორის მსგავსი. ანუ, ნახეთ, როგორი ის არის წინადადება, ეს პროცესიო, რომელიც ლიდერობის შენარჩუნებას და სამხედრო იმების ზრდას მოითხოვსო, ძალიან გრძელვადიანიაო. თუ რა თქმა უნდა, მანამდეო პერლ-ჰარბორის მსგავსი მოვლენა არ მოხდაო. კვლევის კითხველებმა ვერ წარმოიდგინეს, რომ ზუსტად 1 წლის შემდეგ, წყალებში ვერ წარმოიდგინეს, ამ დოკუმენტის გამოქვეყნები და რატომღაც რეალურად მოხდა რაღაც, რაც ახალ პერლ-ჰარბორს გავდა. შეტევა აშშ-ის ტერიტორიაზე, რომელიც უამრავ მსხვერპლს გამოიწვევდა. 2001 წლის 11 სექტემბერს სამშაბათს დილის 8:46 წუთზე American Airlines-ის მე-11 რეისი გადაცებული სამგზავრო თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ ციხესიმაგრეს შეეჯახა. 15 წუთის შემდეგ United Airlines-ის 175 რეისი სამხრეთ ციხესიმაგრეს დაეჯახა, სანამ ტყუპი ციმასალები ჯერ კიდევ იწვოდა გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი სამგზავრო თვითმფრინავი American Airlines-ის 77 რეისი ვაშინგტონში პენტაგონის შენობაში შეეჯახა. 9 საათსა და 37 წუთზე, მალე 10 საათამდე სამხრეთ ციხესიმაგრე ჩამოინგრა. ნიუ-იორკის ქუჩებში უზარმაზარი მტვრის ღრუბლები წარმოიქმნა, ხოლო მეხანძრეები, მაშველები და ადგილობრივი მოსახლეობა სიცოცხლეში გადასარჩენად პირბოდნენ. 10 საათის შემდეგ მეორე გადაცებული თვითმფრინავი 93 რეისი United Airlines-ის პენსილვანიის შტატში შენქსვილთან ახლოს ჩამოვარდა. 10:28 საათზე ჩრდილოეთ ციხესიმაგრეთ ჩამოინგრა. სოფლის მოსახლეობის უმეტესობა ამ ტერაქტებს პირდაპირ ეთერში უყურებდა და შოკში იყო. ტყუპი ციხესიმაგრების ჩამონგრევის ტელევიზიით კადრები არაერთხელ გადაიცა. მოგვიანებით იმავე დღის 17 საათსა და 20 წუთზე რატომღაც მეშვიდე ციხესიმაგრეთ ჩამოინგრა, მიუხედავად იმისა, რომ მას თვითმფრინავი არ დაჯახებია. აშშ-ის ცნობილი ჟურნალისტის ბობ ვუდვორდის ცნობით, იმ საღამოს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავის დღიურში ჩაწერა. 21 საუკუნის პერლ-ჰარბორი დღეს მოხდა. და თქვა, ჩაიწერა ბლოკნოტში პრეზიდენტმა ბუშმა. ძალიან უყვართ ამ ბლოკნოტებში წერა, ცირფასო ეკობრებოდა, მერე ანუ ისტორიკოსების კარგი შესაძლებლობა აქვთ, რომ სიმართლე დაადგინონ. ამ ეტაპზე პირველი ვიდეო ჩაწერილად გამომიცხადებია, ელოდეთ მეორე ნაწილს. ნახვამდის.